მოგესალმებით ბავშვებო და უფროსებო. ეთერშია საბავშვო საინფორმაციო შემეცნებითი გადაცემა მიკროფონი. ჩვენ პატარა ჟურნალისტებმა დღეისათვისაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგიმზადეთ და გვინდა რომ თქვენს გიამბოთ. ჩვენ დღესაც მოვიყვებით ჩვენი თანატოლების და ჩვენი საყვარელი თელავის შესახებ. თელავის ერთ-ერთ სკოლას კი ანიკო ბნაძე სტუმრობდა. მან იქ მოსწავლეები გამოკითხა და სკოლის დირექტორის ჩაწერა. ერთად ვნახოთ, რაზე ესაუბრებიან ანის თელავის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლის დირექტორი. დღეს მიკროფონი თელავის მე-6 საჯარო სკოლაში იმყოფება. ჩვენ შევეცდებით ამ სკოლის მოსწავლეებისგან შევიტყოთ, როგორი პირობებია განათლების მისაღებად და ბავშვების აზრით რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდეს. მოსწავლეებთან გასაუბრების შემდეგ მიკროფონის შეკითხვებს თელავის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე უპასუხებს. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? კი. რატომ? რა ვიცი, კარგი სკოლა. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? კი. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? კი. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? კი. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? სკოლაში არსებული პირობები არ არის კარგი, ვისურვებდი რომ გარემონტებული იყოს სკოლა. რის შეცვლას ისურვებდი სკოლაში? სკოლაში არ არის ფეხბურთის დარბაზი, გვაქვს ისე სტადიონი, სადაც ზამთარში ძალიან ცივა და ვერ თამაშობთ. გვინდა რომ დარბაზი იყოს. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? სკოლაში არსებული პირობები იმდენად 100%-იანად არ არის. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კედლების კარგი იყოს, იატაკიც ყველაფერი და ზღოლები ვიყოთ, მაგრამ სწავლას რაც შეეხება მასწავლებლებისგან გვაყოფილები ვართ. ერთი ყველას გვინდა ყველა ბავშვს რომ დარბაზი ქონდეს. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? არც ისე არ მომწონს, იმიტომ რომ არ არის კაი პირობები შექმნილი, რომ სკოლაში ვისწავლოთ. რა გჭირდება სკოლაში იმისათვის, რომ უკეთესად ისწავლო? კარგი საკლასო ოთახები, კომპიუტერები უფრო და ბიბლიოთეკა, ქიმიის კაბინეტები უფრო განახლებულად, რომ ცდებით ჩავატაროთ. რის შეცვლას ისურვებდი სკოლაში? უფრო კარგი სკოლის შენობა გქონდეს, განახლებული კედლები, იატაკები. მოგწონს სკოლაში არსებული პირობები? არც ისე, მე მინდა რომ იყოს ეს სკოლა გარემონტებული, ყველა საკლასო ოთახში მინდა რომ იყოს განახლებული კედლები და განახლებული დაფა. რა გჭირდება სკოლაში იმისათვის, რომ უკეთესად ისწავლო? უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვინდა რომ მქონდეს სპორტ დარბაზი, ბიბლიოთეკა გვინდა განახლდეს სკოლის ბიბლიოთეკა და კომპიუტერული პროგრამებიც გვინდა. თქვენი აზრით, თქვენ სკოლაში არის კარგი განათლების მისაღებად ყველა აუცილებელი პირობა? კარგი განათლების მისაღებად ყველა აუცილებელი პირობა, რა თქმა უნდა, არ არის. ძირითადად არის. მაგრამ არის ისეთი პრობლემები, თუ ეს უფრო უკეთესად იქნებოდა მოგვარებული, არის გარკვეული საკითხები, თუ ის უფრო კარგად იქნებოდა მოგვარებული, უფრო მეტი ეფექტური შედეგები უფრო გვექნება სწავლის პროცესში ეფექტური. რას გულისხმობ? ამაში გულისხმობ უფრო სასწავლო გარემოს. ძირითადად ჩვენი პრობლემა არის ის, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უფრო შედარებით მოსაწესრიგებელია. კარგი იქნება რომ გქონდეს გარემონტებული სკოლა, სააქტო დარბაზი. რაიმე ცვლილებები ხომ არ განახორციელეთ მიმდინარე სასწავლო წლიდან? მიმდინარე სასწავლო წლიდან გარკვეული სიახლე არის მე-12 კლასის მოსწავლეთა სწავლების პროცესში. სკოლებში შემოვიდა აბიტურის პროგრამა, რასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მასწავლებლები. ყველა მასწავლებელი ცდილობს, რომ ბავშვს საფუძვლიანად გაამეორებინოს ყველა ის მასალა, პროგრამული მასალა, რაც მან წლების მანძილზე დააგროვა. რათა ყველა ბავშვმა შეძლოს მე-12 კლასის გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ახლო მომავალში ხო არ გეგმავთ რაიმე სიახლეებს? ახლო მომავალში სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით და იმ მიზნით, რომ ბავშვებმა უკეთესად შეძლონ საატესტატო გამოცდების ჩაბარება, ჩვენ გეგმავთ ყველა კლასში სასწავლო წლის ბოლოსათვის მოვაწყოთ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები. პედაგოგიურ საბჭოს ხდომაზე შევიმუშავეთ ჩვენ ასე ეგრეთ
ვთქვათ, გეგმა და ყველა კლასში ვფიქრობთ, რომ ჩავატაროთ წლის ბოლოს მე-5 კლასიდან ზევით 2-2 გადასაყვანი გამოცდა. კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდა სხვადასხვა საგნებში. რა არის თქვენი სკოლის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც თავად სკოლის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს? ძირითადად ჩვენი სკოლის მთავარი პრობლემა არის, როგორც წეგან აღნიშნეთ, ეს მატერიალური პირობები, სკოლა გაურემონტებელია, კარგი იქნება, რომ გქონდეს სააქტო დარბაზი ძირითადად, სპორტული მოედნებს რაც შეეხება გვაქვს, მართალია ღია მოედნებია, მაინც, მაგრამ უკეთესი იქნებოდა დარბაზიც თუ გვექნებოდა სპორტული დარბაზიც.